მოგზაინდ ბატონო, ეს კატა არის შემოჩეული. მოგეჩვია. მე საერთოდ არ მაქვს საინტერესო მაინც და მაინც პარტიის ოფისი, მე პარლამენტიც ვდახით. ღილი ყავა თუ არ დავლი ესე იგი მე საერთოდ არა ვარ. ცოცხალგარი ვარ იმ დღესთან. ამიტომ უნდა დავლიო აუცილებლად. ჩვენთან ოჯახში რაღაც დილ გარჭავს არავინ ჩემს გარდა. რაც ახალი ყავა გამოვიდა ფრანგული და რომელიც არის უფრო იაფი ვიდრე ეს ნესკაფეები და არის აშკარად უკეთესი. ეს არის აუცილებელი რიტუალი. ყოველდღიურად. ბავშვები სკოლაში მიდიან. წლის ნახევარზე გასული არიან. მეუღლეც ასე 9-ზე ეწყება ის ისწავლებელია. მოკლედ მე რო ვდგები ყველა წასულია უკვე. რაც კარგია თავისთავად, იმიტომ რომ მე სანამ ყავას არ დავლევ, ჯობია ჩემთან კონტაქტი არ ქონდეს. არ არის საშინელი. 5 წლიდან ესე გუყვარს, მე გიждდება მეკარია. სკოლაში მიიღო პრიზი საუკეთესო სპორტსმენის და ეს ისინი ხო სწავლის ამერიკული სკოლა. ხო და ეს აქვს აღებული 2 სიგელი ეს გოგონას. ერთი აქვს აღებული ჯერ. ეს უკვე ამთავრებს და დიდები არის, ბავშვები აღარ ქვია. ეს არის სტრატეგიული ადგილი ამ სახლში. იმიტომ რომ აქ თბილა და ისეთ სიცივეები იყო. დაგვიხეთქა ეს მილები პრაქტიკულად წყალი აქ არ მოდიოდა, არაფერი და ერთი პერიოდი ვიყავი და ძალიან მძიმე დღეში. ეს ძველი სკამია. ნაშთი ძველი დიდებისა. ასე ძირითადად აქ ჯდები ხოლმე, რაღაცა სახლში ჩაწერა თუ აქ რაღაცა ესე. აქ ჯდები და ეს მართლა ძალიან ძველია და ერთხელ ნახე რაღაც ტელევიზორში ბრეჟნევზე იყო რაღაც ფილმი და იქ იყო. ასეთი 40 ღერიანი სიგარეტი კაი გამოგონებაა რა. აღარ გჭირდება ორ კოლოფით დავდიოდი. ისე ჯობია საერთოდ არ ვია. ისე დათქმული მაგ აი საპარლამენტო არჩევნებში თუ მოვიგეთ რაღაცა წარმატება თუ გვექნა მოკლედ აღარ მოვწევ. პარლამენტისკენ არ არსებობს სასახლიდან გავიდე რა მე არ დამჭი. სათვალე მრჩებოდა. ესე იგი სტომებზე ჩვენ ჯერ არ დავდივარ და არცაა დღეს არაფერი და უბედური ზამთარია. ან ხუდი დამჭა ეხლა რა თქმა უნდა. წავედი დაბა. ჩვენ ფრაქციაში რო გადახვიდე, უნდა გაიარო საკმაოდ გრძელი გზა აქედან და დეპუტატებისთვის ადვილია გვერდიდან შეხვალ, მაგრამ ჩვეულებრივ მოკვდავებს მაინც და მაინც არ წყალობენ და უნდა მოუარო 1 კილომეტრი-ნახევარია გასავლელი. სალამი. ახტება ჩვიდობა. აბაშიძე. რამიშვილი აბულაძე. ეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სამეურვეო საბჭოს წევრობა ვისაც უნდა. 235 ყოფილა კაცო რა 235 წელს გამოუთქვამს სურვილი. ამბავი ხალხი რა პონჩიში აქვს ხოლმე სულ მაინტერესებს. ლევან მამალაძე ვინ არის კაცო? ეს ის არის. წესთ ახლა მოიღო ვენაში. სუბჯანაზესთან ერთად. არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის ქალსახსელი პრესკონფერენციას მართავს, რომ ეროვნული საბჭოს მიერ შედგენილ სიაში არც ერთი ქალი არ არის პოლიტპატიმრად. აპროტესტებენ იმას ატო არის ქალიო? შეგვიყვანთ ვერა პრობლემა არ. არა. მოგვაწოდონ და შეგვიყვანთ. დაკ. დე ხوارა არამის ხელი მოზაძერი. დავიშაბიძე პილარ შეიტანდა. ამას თავრობა დაასახელებს. რამდენიმე საკითხი აი წინასწარ შემიძლია ვთქვა რომ ის დაასახელებს თავრობა რა. არიან ისეთი ტიპები აქ. თქვა ნათელა კუთელია. თავრობის იქნება. მათგან იქნება ალბათ ეს დავიშაბიძე და აი ბაკურ სულაკაური კიდე ერთი. ესენ თავრობის კანდიდატები ვიცი უკვე. ვინ იქნება? 3 შემიძლია ახლა ვეთქვა, ესე იგი ერთი იქნება ბაკურ სულაკაური ალბათ, ერთი იქნება ნათელა კუთელია და ერთი იქნება პაატა ვეშაპიძე. თემური ცავა იქნება კიდე, კი, თემური ცავაც, მაგარი მიშისტია ესეც.
კინორეჟისორი ვიცნობ. ესეთი მიშისტია, ესე იგი, ჩემ და სიცოცხლეს გაასწრებდი, ჩემ ცხნებული სიძე ფილმს რო იღებდა. იქ თამაშობდა ეგეც და რომ კარგად ვიცნობს ახლა ძალიან და პრაქტიკულად აღარც ესწავლება. ესე იგი, ჭკუაზე არ არის, ესე იგი, ბოშტი მიშისტი არის. ხო და ეს მას გარანტირებული აქვს მე მგონი ადგილი. ესე იგი, ჩვენი შერჩევის რომ გახსენოთ და მთავრობის ხალხი უკვე შერჩეული მყავს აქ. წავედით ახლა მივდივართ რესპუბლიკურ პარტიაში და იქ შევყოლდები ეთქობათ აიხანს, იმიტომ რომ თავარი კომიტეტის ხდომაა და აი ლევან დაგირეკავ. ესე იგი კომიტეტის ხდომა გვეწყება და ალბათ იქნება 1-2 საათი. როგორ ახერხ ხალხო? რა შევ დასკითხულობთ? აი ეს არის ძალიან მაგარ რაღაც. ეს არის ყველაზე მთავარი რაც ღირდა რომ ჩამოგვეტანა აიდან ერევნიდან წაიკა. ხო, ინსტრუქცია по использованию туалетной бумаги. Ქვევით რა წერია? ვერ ვკითხულობ, ესე იგი წარმოიდგინე დამაკლდა თვალს კიდე. გავაცოთ საზოგადოებას, გაიგოს ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეთ. ვერ ვკითხულობ. ვერ ვხედავ. назначение условий эксплуатации и технические данные. Шацельно познакомиться. მე საერთოდ აი მეორედან დაიწყე. ძალიან მაგარია. Не оставлять использование изделия в местах культуры и отдыха. И приема пищи. ну ეს გადაუბაა შკარად რა. არ მოსულ თენგო არ არის? აბა საით არიან? ვახ, შეგეაცხლე. დაო ეგვიპტელებმა. ახლა გადაცვალე ესე იგი ჩათვალეს ასე ორი ამისთანა ვარდივით ხოლმე. კაცი გაფურჩქნული და ეგვიპტელებმა იფიქრეს, მაღლადეს. იერუსალიმში გადასულა. ხო? ერთხელსკაში ორი პროგრამა მოყარდა. მაღლადეს. ამით ეგვიპტური ხუნტი. რაღაც ევროს იმაში გაუკეთებია. კი, ნუ ახლა ეგეთი მოდელში. ეს ეს პროგრამა აიგია. ჩვენ ხო გავაკეთეთ ორლარიანი. ორლარიანი საერთოდ. ევროს სტილშია. აი ამინდი გქონიათ იცი როგორც ციო და იქა? იერუსალიმში კი და შემოშეთში დაგქონდა. შევკრებილ ვარ. ის ორგანიზებული ადამიანები. გამარჯობათ. აქ მომზადოთ და თუ ბედნიერებს ნობა რა გაქვს ის კიდე. ძალიან რა ფილოსოფიურ საუბრებში გადავარდ. ბატონებო აშკარად. არა. ჩვენ ინტელექტუალურ უნანიზმში ვართ მინდა. რაღაცა. მე და ხომ არა მაგას. იმის ნაცვლად რომ ფიქრობდეთ ახლა. ბედნიერების შეცდომა. ის რაშული ყოფილიყო ცხოვრები. ხარო, ჩემი აზრია, არის მასობრივი ზის. არა, მე ვეთანხმები თავი გადამგვარს. აი. ესე იგი. აი, ეხლა უნდა დავხუროთ ეს ამბავი და ერთადერთი რაც მოახერხე, ნუ ავარიდე თავია. გასაგებია არის საბჭოს რატო არ ალაპარაკებთ ამ თემაზე, კაცო? ვირა უნდა საბჭოს უთხრა, რა შენი საქმეა, კაცო? ჩვენს გარეშე მიიღეს ეს ისა. ეს გადაწყვეტილება რომ არ შედიან სწორებზე, მე ამ დროს დავდიოდი და ვიძახდი რა სრულიად არ შევდივართ მეთქი და უღეთ გადაწყვეტილება რომ არ შევდივართ. ხო და ხო დამანგრეს ფაქტის წინაშე. იქ რომ მივედი რომ არ არის ოპოზიცია, არავინ ახლა. ესე იგი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას უნდა. ეს არის მცირე კრედიტები ბაგათი? ხო, მეორე შეკითხვა ეს ის არის. აი ეს ბიუჯეტის თაობაზე. რას ნიშნავს ეს რომ არადეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს? იქ რაღაც ფოკუსია ეს. არა, ფოკუსი მარტივია თუ ეს მე გინდა თუ პროფიციტული არის რაღაც პატარა იმითი და სინამდვილეში მაინც დეფიციტური
ესე იგი ახლა უნდა გავიდეთ ვაკეში დედაჩემთან, ჩემს მშობლიურ სახლში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და გავატარე 32 წელი მოკლედ და იქ რომ მივდივარ, სულ მაქვს რაღაცა მშობლიურობის განცდა. გაიყო ლევან რა, მოხდა? დაგვარტყა რამე თუ? აბა? ასე არაფერი ეთყობა და ესე იგი არის ეს ფალიაშვილის 33 არის ეს ჩემი სახლი. აი ჯგუფი როა 33-ია იაზდიასამიძის ამ ქუჩის ნომრის გამოქვია და ჩემი ძმა ამტკიცებს რომ მან დაარქვა, მაგრამ არ ვიცი ეს ამდენად მართალია თუ ლეგენდაა, ვერ გეტყვი. ესე იგი ახლა ამიკლებენ ჟურნალისტები რა. ალო? რა იყო შვილო? ო, კი, რა იყო, რა გინდა მითხარი? ესე იგი სულ მიჩვეულ თელ ცხოვრებას კარ ქონდა ღია რა. ასე რომ მოდივარ ხოლმე ავტომატურად ვაჭა. სალამ პეტროვიჩ. ოხარ. დედა ჩემია. აი ხარ ნატო. გამოგივიდა შენ. ანგრიეს ქვეყანა და ხარაშას. დედა ჩემია ეს მაესტროს გადაცემა როა სულ დაკვებია. საარჩევნო ადმინისტრაცია და ის თახნიშვილის ამბავი და პატიმრებს უშორებენ პრინციპში ამ 7 ნოემბერს დაჭერილს გამოუშვებთო დაგკვირდეს. 7 ნოემბერს ხო დაიჭირეს ხალხი იქა და ყველა იმას კი არა დაჭერილი გარეულობაზე. ბევრი არის დაჭერილი, წამალი აქვს ჩაგდებული მერე და როგორც ნარკოტიკი ისეა დაჭერილი. თავიდან ძალიან იძახდნენ ხა ეგენ როგორ გამოუშვათო იმაზე გვაქვს ხა. ეს არის ჩემი მცროსი ქალიშვილი. აი, ეცვალე ამას. გორბიდის სკოლაში საქმეები. კარგად რას ქვია? თემსა და თქვენ არის A, B და C და ამათთან ამერიკული სისტემაა რა, ხა ის ამერიკული სკოლა არ არის და იქ არის ასე ეს A, B, C. A არის ხუთიანი მოკლედ. არ კარგი ისა, მაგრამ ამათმა ჩვენთან რო გადმოიღოს, აი ჩვენთან რო გადმოიღოს, მე ეს არ მესმის რაღაც. იგივე C+ და რაღაც A- და რაღაც ეგეთი ისენია. სადა ბურჯერაძე კაცო? არ წავედი და. აიცა ბურჯერაძე უნდა იყოს, მაინტერესებს. წავედი ბაღნებო, წავედი. მე მივიდივარ პარტიის ოფისში. ახლა ისე ბრუნდებით პარტიის ოფისში და იქ 1-2 საათი ალბათ მომიწევს კითხვა. აი. ეს მოკლედ დიდი ის არა მაქვს მოძრაობები ძირითადად აქ. ხელისუფლების შიგნით არსებობენ პასუხისმგებელი და საგადმაზროვნე ძალები, ამის განცხადება ჩვენი სხვიდან დღეს იქნება არასწორი. ისე კი რაღაცნაირი ფორმაში მისთანხმებია. საერთოდ არა საჭირო ხელისუფლებაზე თქვა არიან თუ არა. ანუ ამას ავარდოთ, ამ შემთხვევაში ალბათ ჯობია თქვათ, რომ აი რასაც შემდეგ წერია, რომ ქვეყნის წესრიგის რაღაცა ისა ესა. ანუ ჩვენ ვართ ვალდებული, ჩვენ გვაქვს ოპოზიციას ამ სიტუაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. იმათ ერთ თავი დავანებოთ იმ პოზიციას. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე, როგორც უკვე გარკვეული ხალხის მანდატით და ძალაუფლებით აღჭურვილ ორგანიზებას პოლიტიკურ ძალას, რათა გავაკეთოთ ეს და ხელისუფლების გარეშე რაღაცებს ვეაკეთებ. ჩამოთვალყურია კონკრეტულად ესე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის საფრთხე, ესე. მე მიწერია მემორანდუმში ჩამოთვლილი. ხო, მithumetes, აი ეს მემორანდუმი. მე მიწერია მემორანდუმში. ის რომ შესრულდეს და ის ახლა სამესაც უნდა გამოიწვიოს ზოლის სხვადასხვა ფორმა და მე მგონი არ უნდა შეიძლება არ იყოს საერთოდ მაგის ხარჯასა. შეიძლება ვერ იყოს ბრალდება რომ ესენი შეეკრენ რაღაცა. ვერ შეძლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ვერ შეძლო ასე ვთქვათ ხელისუფლებისთვის რაღაც ლეგიტიმურობის ახალი ხარისხის მინიჭება 7 ნოემბრის მოვლენების ამით იწყებ. ო ნუ ადესაც კარგავ. բայց საზოგადოებრივ წაშორება. არა ჩვენ ხელისუფლების რატო ჩვენი აი ახლა ლეგიტიმური, ნუ მაშინ აი ის. არა ლეგიტიმური. ამ სხვისეც ვამბობთ, მაგრამ
ეს რადიკალური ნაწილი ეს იყო სამის. არა, რაც მეწევათ ეს რაც იქნებოდა საფუძველი დემოკრატიის განვითარებისთვის. ანუ ეს წარმომადგენლები და საფუძველი გახდებოდა. იცია, საფუძველს ჩაუყრის, ახლა მთლად ეგეც შეიძლება გაიგეთ თქვა. საფუძველი გახდებოდა. ცოტა რომ გავაძლიეროთ რაღაცა საჭიროა მომენტი, აუცილებელი უფრო ძლიერი ნათქვამია, საჭიროა უფრო რბილი. ავიდეთ ერთ ხაჭაპური მაინც შევჭამოთ ცოტა. მოვითქვათ სული. მოკლედ შევდივართ სრულიად საქართველოს სახაჭაპურიაში. დიახ და ყველაზე ეროვნული კერძი მსოფლიოში. რასაც ქვია ხაჭაპური. აი აქ და რეკლამას გიგებთ უფასოდ. ხაჭაპური მაგრამ მიყვარს ეს იგი. ხაჭაპური არის ყველაზე ქართული კერძი. ასეთ ქვეყანაში არ არის მსგავსი, არ ვინახავს კონცეფციაში. ეხლა წავედ უკანისებ. ესე იგი დღეს ძირითადად ოფისში ვართ. შტიტა. მამოფინდები თუ არა ეს საათი? მე ჩემთვის ეს მოინობს. ძალიან სასახა დანიშნებს რომ იმათ მაგრა არ უნდათ რაც შემოგდაებული ის რომ მოხდეს. რაც მეგვიდა. აი ძალიან არ უნდათ რა და ყველანაირი შპილკები აი ეს რაღაცები. შეგარჭოს რაღაც პატარ და გაბრაზდე და იყვიო და უხამათი დედა და მე აი გუნდა რა. არა, რატო ის არ მოჭრეს ის ეს პალიკო, ეს ძაღის აბსოლუტურ სისულელეს, იგას სულ არაფერი კავშირი არაა იმასთან. სრულიად სხვა რაღაცაზეა რა. და რასაც ის ძაღის ეხლა იმას ხო არავინ არ ვაპირებთ, ხო ვარიანტი არ არის. რას ქვია, ლეგიტიმაცია გვაღიარეთ და შემომიდექი და ქვეშევრდობა დამიდექე ბოდიში რა. მართლა 53% ხო არ გონიერ ვაი. არ მნიშვნელობა აქ რა გადაიცა რუსთავი ორზე. თუ სხვაგან გადაიცა, თუ ის გიჯერავს ხელში. პოზიცია ხო იცია რა. შენ ადეკიდე თქვი რომ ჩვენ ასია. ახლა არ ვიცი რა, არ მეს ფსიქოლოგია საკითხი ისე რომ ტელევიზიები გიჭირავს ხელში და ის საშუალო და მე ნახე манипулირება და გაბანძრება. თქო, ну კაი პირველი აღი ადაცებს ამ პირველი აღი მოგულოს. ისიც გეტყვის რომ რომელიც ალახურ პირველ აღზე გადავცემა მას და ესე დამოუკიდებლები არიან ბატონო და რაღაცა. ხო, კიდევ გადაწყვეტ. ჩვენ ვეძებთ იმას, სადაც სამივე იქნება. სამივე ერთად, დიახ. პირველ არხზე ერთი ჯანაწერია დაჭრილი ხო, მაგრამ პირველ არხზე უნდა ყოფილიყო ეს მთლიანად. ხო, აი სამიან სიუჟეტს ვეძებ ხო პირველი არხისას. აი. ახლა დამუნდით სახლში. ბევრგან არ გვივლია, მაგრამ სამუშაო ქონდა ასე სალაპარაკო და სატელეფონო ძალიან ბევრი. ესე იგი მოვედით. თელი ხანგრძლივი და დამქანცველი დღის შემდეგ. ხაშევში. აი თელი ოჯახი ესე იგი სახლშია, იშვიათ შემთხვევა. ბოლოს მოგივიდა და მე? ეხა ბოლოს არაფერი. სულ არაფერი ჯერ. ეხა არაფერი, რაღაცა მომივა ეხა ის კორიდორში. თუ ის აპრილამდე არ მოგივადა, შენ მიდი და როგეუნებიან, მოგწერე, მოგწერე, რაღაცა უთხარი, ასე ვარ, ის როგორ არის ეს მიიღეთ, ის არ მიიღეთ. ო, აბა ეს. ეს ეგ სანამ წავალ კავკასიაზე ახლა. აკუბარდიასთან მანამდე აუცილებლად მოწავიდეთ დაბადების დღეს. ეგობართ. ხო, ჩეჩელაშვილის. ჩვენს მოდივართ ხა. ხატო ჩვენს მოდივართ თუ არა? ჩვენს მოდივართ გოგისთან თუ არა? არ ხატა პაიზე. ყავა მაინც დამალევინეთ ერთი, ხათუნა. ერთი ყავა მაინც. გავლიოდ და აუას მისწავლები ხათო არის ის გამოვიდა, ფილმი გამოვიდა, ის ნახე. რეალურად ვარდო არის ფილმი, ხო? დენიელ დეიუისს რო თამაშობს. ეს ახალი როა? აუ, იცი რას თამაშობს სახიობი, აი ძალიან ნახე? ხო, მართლა ვთქვა, მართლა
ის ფანტაზია. რაღაცა რევოლუციური ფილმი არის, იცი რა მაგარი ფილმი არის? რა, გადაღებულია სხვანაირად. იცი როგორ არის გაკეთებული? აი, ფილმი მიდის ძალიან მაგრამ რაღაც ნავთობზე არის, ნავთობის წარმოებაზე რაღაცას და ისე მაგრად თამაშობს მსახიობი რა არის, უარყოფით როლს თამაშობს, მაგრამ რაღაც სიმპათიები გიჩნდება მაგის მიმართ. ბოლოს ისე მთავრდება რა. მარტო ისა პირველი ორი ფრაზა ან პირველი ორი ბლოკი ან უჩვენა მარტო პატიმრებზე და იმაზე კიდევ რა ქვია არა კინწურაშვილს და CSKA-ს ამბავი საერთოდ და არ შეეხო საღამოს მერე უჩვენეს მარტო CSKA-ს ამბავი და ის პირველი ორი არ თქვეს ნუ მაიმუნობენ რა ეხლა გასაგებია თან ალიკო კუბლაშვილის კომენტარებით რომ ჩვენ რაღაცა ეს ოპოზიცია აი ასეთი და ისეთი ნუ გასაგებია რა ისა ანუ რა ეს კუბლაშვილის კომენტარები ხო? არაფერი რა ზედი წვრილმანი ჩხლეტებია რა ასეთი რომ აი გიჩხლით უნდა და თვითონ აქ არ არის ხომი ამდენ ქვე ტექსტებს და თვითონ აქ არ არის როდის ჩამოდის? რა ვიცი მეც უნდა ყოფილიყავი ხო წესი ეს ორ დღიანია თუ სამ დღიანი ორი დღიანია ესე ვენაში აი და მეზარ არცალია რა ხა ახლა გეზარება რა ია არ გააფრიოდები არც მეცალე ხა ბევრი რაღაცა მნიშვნელოვანი საქმეები და თან პლუს ხა ისეთ 9 ჯერ არ ნაყოფი და ხა ისეთ ქალაქი რო ყოფილიყო და ყოფილი არ ვარ შეიძლება დაფიქრებულიყავ აგითხრა ის გაგახაროთ აი დავამთავრეთ მოკლედ დღევანდელი დღე პრაქტიკულად რა და ასეთი ერთი შეხედვით არ ქონდა ასეთი ძალიან დინამული მაგრამ იყო ძალიან დაძაბული ბევრი რაღაცა ქონდა რაც ალაპარაკო ქონდა სატელეფონო საუბრები ქონდა უამრავი ახლა წავალ ცოტა მეგობართან და ჩემი მეგობრები არიან გოგი ჩიჩელაშვილი და მის მეუღლე და ცოტას დავისვენებთ იქ ბავშვებო იმეცადირეთ წავედით ველოდება კაცი